კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. როგორი იყო 2025 წელი საქართველოში მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით? დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც ამ მიმართულების ზედამხედველობა ევალება, თითქმის 3 წელია პარლამენტის მიერ 96 ხმით არჩეული ლევან იოსელიანი ხელმძღვანელობს. 2024 წლის ბოლოდან დაწყებული აქციების, მიღებული სადავო კანონების და პოლიტიკური მღელვარების, დემონსტრანტებისა და პოლიტიკოსების დაკავებების, გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლისა და კრიტიკული შინაარსის რეზოლუციებისა თუ ანგარიშების ფონზე სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია, თუმცა მიმდინარე მოვლენებზე ომბუდსმენის მხრიდან რეაგირების ფორმები და განცხადებები არც თუ იშვიათად კრიტიკის საგანი ხდება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველს პასიურობაზე და დაგვიანებულ რეაგირებაზე მიუთითებს. რამდენად იცავენ დღეს სახელმწიფო უწყებები ადამიანის უფლებებს? ხედავს თუ არა ადამიანის უფლებრივ სტანდარტთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამობას ბოლო დროს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებში? რას ფიქრობს დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე? დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რამდენად რეაგირებენ ადრესატები ომბუდსმენის მითითებებსა და რეკომენდაციებზე? რა ვითარებაა ციხეებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, თავშესაფრებსა და მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრებში? უსმენს თუ არა ხელისუფლება ომბუდსმენს და რამდენად ასრულებს თავად სახალხო დამცველის აპარატი ხელისუფლების მაკონტროლებლისა და ზედამხედველის ფუნქციას? სეზონის ბოლო გადაცემაში მიმდინარე წელს სახალხო დამცველთან ერთად შევაჯამებთ. ლევან იოსელიანი იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ლევან, გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით თამთა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ვფიქრობ მნიშვნელოვანია შევაჯამოთ ეს წელი, იმიტომ რომ არც ეს წელი, ისე როგორც წინა წელი არ იყო მარტივი ამ თვალსაზრისით, რასაც შეეხება ადამიანის უფლებებს. დიახ, ბუნებრივია თქვენს ვრცელ შეფასებას 2025 წელთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ უკვე რამდენიმე თვეში, როდესაც პარლამენტს მიმართავთ წლიური ანგარიშით, მაგრამ მანამდე ბუნებრივია უკვე ტენდენციებზე გაქვთ და მასალების შეჯერება, დამუშავება უკვე დაწყებული გაქვთ. სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ უკვე წლის მიწურულს, რა იყო 2025 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა? ყველაზე მთავარი პრობლემა არა მარტო 2025 წელს, ისე 24 წელს და ყველა წელს, რაც საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. განსაკუთრებით ეს ის თემა, რომელთაც იწყება ჩემი ყოველწლიური ანგარიში და რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ ყოველთვის. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათი მდგომარეობა, ის გამოწვევები, რასაც ისინი ყოველდღიურად უმკლავდებიან, სტატისტიკა, რომელიც არც ისე სახარბიელო არის წელსაც, ისე როგორც ეს სტატისტიკა ძალიან ცუდი იყო შარშან და შარშანწინაც გულისხმობ წელსაც 50-ზე მეტ დაკავებულ ადამიანს, რომელიც წაიყვანეს, მოათავსეს ციხეებში და ამ ადამიანებს ნაწილი დღესაც რჩება სხვადასხვა იზოლატორებში, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. ეს არის ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც უწევთ იქ ცხოვრებ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ამ პრობლემის ერთბაშად მოგვარება არ არის მარტივი, თუმცა, როდესაც საუბრობთ მთავარ პრობლემაზე, მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ იმ პრობლემით საუბარი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ეს არის ის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს, მე ვფიქრობ ყველა მოქალაქისთვის და არის კიდევაც და ჩემი ანგარიში შესაბამისად სწორედ ამ პრობლემით იხსნება. ჩვენ მიმდინარე წელს განვითარებულ მოვლენების პარალელურად მუდმივად ვისმენთ, თქვათ, კრიტიკას ოპონენტების, უფლებადამცველი, ცალკეული უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ კანონმდებლობასთან მიმართებაში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა და გამკაცრდა
რეგულაციები მე ვგულისხმობ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, იმიტომ რომ ბოლო დროის თქვათ ერთ-ერთი აქტუალური თემა სწორედ პოლიტიკურ დღის წესრიგში არის სწორედ ეს საკითხი, იმიტომ რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოხდა. მით უმეტეს იმ ერთწლიანი პროტესტის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში 2024 წლის ბოლოდან. დავიწყებ ბოლო ცვლილებით, ბოლო გამკაცრებული რეგულაციით, რომლის მიხედვით გზის სავალი ნაწილისთან ერთად უკვე აიკრძალა თუ ხალხის რაოდენობა არ იქნება საკმარისი საფეხმავლო გზის ნაწილის გადაკეტვაც და ამავე დროს უკვე შემოვიდა კანონმდებლობით ვალდებულება წინასწარი აქციებისა და მანიფესტაციების გამართვაზე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება. სახალხო დამცველისთვის ქმნის თუ არა პრობლემას აი ეს ჩანაწერები, რამდენად თავსებადია ეს ჩანაწერები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას საერთაშორისო პრაქტიკასთან? პირველ რიგში ვიტყვი რომ ის ცვლილებები რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა ცვლილებების შეტანა ამ კანონმდებლობაში და ორივე შემთხვევაში ჩემს მიერ ამ ცვლილებების შესახებ მოთხოვნილი იქნა დასკვნა EUTODIR-ის მიერ. ორივე შემთხვევაში გაიგზავნა ცვლილებების პაკეტი EUTODIR-ში და მათ შეაფასეს ეს ცვლილებები. ორივე შემთხვევაში მათი მხრიდან ეს ცვლილებები შეფასდა ნეგატიურად და მთელი რიგი დასაბუთება არის თუ რატო ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებების ცალკეული მიმართულებებით. რაც შეეხება გაფრთხილებას, გაფრთხილება შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღების მაგვარი, რასაც თავისთავად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და მეორეს მხრივ ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილება ეს არ უნდა გულისხმობდეს რაღაცა სანებართო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც თქვათ სპონტანურად მართავენ აქციას. მნიშვნელოვანია რომ ეს ცვლილებები, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა, ამ ცვლილებების მიმართ მინდა იცოდეს საზოგადოება, რომ ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ, დაწყებული თქვათ ეს ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებები, რომლებიც არის კანონმდებლობაში შესული. აი ნიღბებზე სანამ მკითხავთ, ნახეთ, აი იქ არის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება. თქვენ ახსენეთ, რომ კონსტიტუციის 21 მუხლში ის ერთ-ერთ პუნქტად გათვალისწინებულია ნამდვილად წინასწარი გაფრთხილების შესაძლებლობა. მაგრამ იყო შემდგომ აი ოპონენტების მხრიდან მაგალითები მოყვანილი, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნებით არ მიმდინარეობს აქციები, რომ შეიძლება ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფმა დაიწყოს, მოაწყოს საპროტესტო აქციები და აი ასეთ დროს თუნდაც აი საფეხმავლო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის აკრძალვა, იგივე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებები რამდენად ჯდება მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებში, ანუ ხომ არ შეზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას თქვენი გადმოსახედიდან? ეცეთ არის ის რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული ეს უფლებები, ბუნებრივია ამ უფლებებს წესით ვერაფერი ვერ უნდა შეეხოს. მეორე საკითხია სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს, ხო? თუ ჩვენ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული ლეგიტიმური უფლება რომ გადაკეტონ როგორც საფეხმავლო ადგილი, ისე გადაკეტონ სატრანსპორტო სავალი ნაწილი, მაგრამ თუ ასეთი რაოდენობა არ არის, მცირე ჯგუფს ადამიანების ასეთი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ეს საერთაშორისო პრაქტიკასთან მოდის. ისედაც, ნუ ეს არა მარტო საერთაშორისო პრაქტიკასთან მოდის, სასამართლო სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებებთან მოდის შესაბამისობაში და ბუნებრივია, რაც თავარია საღასთან და ლოგიკასთან მოდის შესაბამისობაში, ხო? იმიტომ რომ როდესაც ერთხელ არის გამოხატვის თავისუფლების უფლება, რაც არ არის აბსოლუტური უფლება, მეორე მხარეს არის სხვა ტიპის უფლებები, რომელიც თავის მხრივ ასევე მნიშვნელოვანია და თუ ეს გამოხატვის უფლება შესაძლებელია რეალიზდეს კონკრეტულ ადგილას, მაგალითად მცირე ჯგუფის მიერ, არ შეიძლება რომ
სავალი ნაწილი მთლიანად იქნას მაგალითად გადაკეტილი, რასაც ვადევნებდი თვალყურს რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში და ამაზე ძალიან დიდი კრიტიკა დავიმსახურე, იმიტომ რომ მე სწორედ ამას ვამბობდი, იმიტომ რომ ეს ამის ართმაც არ შეიძლება, როდესაც არსებობს რაოდენობა ადამიანების, მათ სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რომ გადაკეტონ საფეხმავლოც და საგზაოც. ისინი ფიქრობენ, მათი არგუმენტით რომ გესაუბროთ, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმაა ესენი, რომ ისინი რაცხვენ ხელისუფლებას ხმას და კი ბატონო, უბრალოდ სხვა ადამიანების უფლებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს, თორე ნებისმიერი პროტესტი მისაღებია სხვა ადამიანების უფლებების შემცირების შელახვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე, აქ მნიშვნელოვანია ის პროპორციულობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? მაგრამ რაოდენობა რომ არ არის დაკონკრეტებული, ეს ხომ არ შეგვიძლია ინტერპრეტაციას. რაოდენობას კანონმდებლობა ვერ დააკონკრეტებს, ხო, იმიტომ რომ პროტესტი შეიძლება დღეს აი რუსთაველზე სხვაგან იყოს და ეს რაოდენობა იყოს ძალიან პირობითი. შეიძლება ერთი ქუჩის გადაკეტვისთვის საკმარისი იყოს 500 ადამიანი და მეორესთვის საერთოდ ეს ციფრი არაფრის, ასე ვთქვათ, მომასწავლებელი არ იყოს. ასე რომ კონკრეტულ ადგილს გააჩნია ადამიანების, რა თქმა უნდა, რაოდენობასაც გააჩნია, იმ გარემოს გააჩნია, სადაც პროტესტი მიმდინარეობს და თავარი პრინციპი არის ის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. უზღუდავს, აი ეს გამკაცრებული რეგულაცია რომელიმე ნაწილში ამ უფლებას ზღუდავს. აი თქვენ ახსენეთ მაგალითად ნიღბების საკითხი. თქვენ გქონდათ შენიშვნა მაგალითად, რომ კი, იმიტომ რომ ბლანკეტურად ნიღბების საკრძალვა ეს არ მიმაჩნია სწორედ, ამაზე დავასრულებთ მე რა ნაწილში მიდის მუშაობა ჩვენთან აპარატში, როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად აკრძალვა, ანუ ყველანაირი ნიღბის გამოყენება აკრძალვა მშვიდობიანი შეკრების პირობებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ მონაწილეობთ მშვიდობიან შეკრებაში და არ გვინდა რომ დავავადდეთ რაღაც გადამდები დაავადებით და ამისთვის გავიკეთოთ ნიღაბი, ამ ნიღაბის გაკეთება კანონმდებლობით არის აკრძალული, რაც მე ვფიქრობ არათანაზომიერი, ასე ვთქვათ, სანქცია არის შეკრებასთან მიმართებაში და ზოგადად ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის ნაწილი არ არის, ხო? არსებობს ნიღაბი, რომელიც რაღაც რელიგიური ატრიბუტი არის ვიღაცისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ რომ თუმცა ხელისუფლების არგუმენტიც მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი ამბობენ, რომ თუ თქვათ გარკვეულ ძალადობრივ მოქმედებებს აქვს ადგილი საპროტესტო აქციის მიმდინარეობს, რომ შემდგომ უკვე საგამოძიებო პროცესში ჭირს იდენტიფიცირება პირის. მაგრამ ძალადობრივი თუ პროტესტი ცდება მშვიდობიან ფორმას და გადადის ძალადობრივში, იქ ნიღაბის ერთ არაფერ შუაში არ არის, ხო? აქ საუბარი ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან შეკრებაზე. მშვიდობიან შეკრების პირობებში, მაგალითად სამედიცინო ნიღაბი, რასაც ძალიან ხშირად ხმარობთ ხოლმე, ამ ნიღაბის აკრძალვა არ მიმაჩნია გამართლებულად. ის რომ ეს რეკომენდაცია არ არის ის რომ ვიღაცა მერე გადაწყვეტს კანონის დარღვევას და ამიტომ საგამოძიებო ორგანოს უნდა რომ გაიადვილოს, ასე ვთქვათ, თავისი ამოცანა და ამით უფრო დიდი სიკეთე დააზიანოს, ეს ვერ იქნება არგუმენტი. სწორედ აქედან გამომდინარე, არა მარტო ეს, არამედ სხვა ცვლილებებიც მიმდინარეობს დღეს მუშაობა და სავარაუდოდ წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება შეიძლება წელსაც წარუდგინოთ საკონსტიტუციო არჩევანი, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომელიც ბოლო წელს იქნა მიღებული და პარლამენტის მიერ იქნება გასაჩივრებული. შეკრების და მანიფესტაციების კანონს გულისხმობ. ანუ ერთი იქნება თქვათ ნიღბებთან დაკავშირებით კი. არა მარტო ამ კანონში, იქ უკვე ჯარიმების რაოდენობა იცით რო გაიზარდა, უალტერნატივოდ პატიმრობების შემოვიდა ადმინისტრაციული. აი ამ ნაწილზე მინდა გადავიდეთ, ჩვენ ვიცით რომ მანამდე წლის დასაწყისში გაიზარდა და დაწესდა ჯერ და გაიზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვაზე, სახის ნიღბებით დაფარვაზე და შემდგომ უკვე რამდენიმე თვის წინ კიდევ უფრო გამკაცრდა და ჯარიმები ჩაანაცვლა უკვე ადმინისტრაციულმა პატიმრობამ თუ გზა გადაიკეტება. და განმეორებით შემთხვევაში კი ნამდვილად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. ეს რამდენად თანაზომადია და პროპორციული არის აი ეს. სწორედ ამ პროპორციულებას და თანაზომადობის პრობლემას ხედავთ ჩვენ, უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება და ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც
უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან საინტერესო განხილვა იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დღეს არსებობს. როდის აპირებთ ამ საკონსტიტუციო სარჩელის? ეს არჩელი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება მისი მომზადება და ვფიქრობ, რომ წელს თუ არა მომავალ წლის დასაწყისში წარდგენილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. გზის რომ დავაკონკრეტოთ, გზის გადაკეტვისთვის, თქვა, ადამიანის ციხეში გაშვება თქვენ არ მიგაჩნიათ თანაზომად და პროპორციულ ზომად? რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ამაზე არის საუბარი, რომ განმეორებით შემთხვევაში უალტერნატივო ციხესამართლის პასუხისმგებლობის დაწესება და იქ მთელი რიგი ადმინისტრაციული პირდაპირ პატიმრობა, სადაც არ უტოვებს დისკრეციას მოსამართლეც, რომ სხვა რაიმე ტიპის ადმინისტრაციული სახელი გამოიყენოს, ესეც არის თანაზომიერების მაგრამ ხელისუფლების არგუმენტი თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვკითხეთ, რატომ დადგა დღის წესრიგში, მაშინ როდესაც საკმაოდ სოლიდური ჯარიმები იყო დაწესებული მსგავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რატომ გახდა საჭირო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება და გამკაცრება კანონმდებლობის არგუმენტი იყო ის, რომ თვეების განმავლობაში ჯარიმებმა პრევენცია ვერ მოახდინა მაინც კანონდარღვევების და ვერ იმუშავა ეფექტურად და სათანადოდ. ეს არგუმენტი თქვენთვის რამდენად არის? კონკრეტული ჯგუფის მიერ რაღაცა გადასტომის დარღვევის თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება განზოგადდეს მთელს ქვეყანაზე და ყველა შეეხოს. ის რომ რუსთაველზე რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი და იქ თქვათ რაღაც ჯგუფი პერმანენტულად თუნდაც შეგნებულად, თუნდაც თავისი არ ვიცი პოლიტიკური ამოცანების თუ სხვა ტიპის ამოცანების შეგნებულად არღვევს კანონს, ეს აი ასეთ შემთხვევებს ხედავთ? იცით რა არის, ეს ვერ არ შეიძლება, თუ ასეც აქვს ადგილი ამას გულისხმობ, ეს არ შეიძლება გავრცელდეს ყველა და ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, ეს ყველაზე ვრცელდება. ეს ხო იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას ეს სოციალური ნიადაგზე წარმოშობილი პროტესტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეკრება მათ მონაწილეების მიმართაც ეს მკაცრი კანონმდებლობა იქნება გავრცელებული და რაც არათანაზომიერად შეზღუდავს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ კავშირი არ ექნება არანაირ პოლიტიკასთან და შეიძლება იყოს, არ ვიცი, უკანონო მშენებლობაზე პროტესტი ან სხვა ტიპის სოციალურ საკითხებზე, რაც ხშირია ამ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტის ხმა ისმოდეს, იმიტომ რომ თუ პროტესტის მიმართ კანონმდებლობას ექნება ასეთი მსუსხავი ეფექტი, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუარესებთ ადამიანის გამოხატვის სტანდარტს ამ ქვეყანაში. მაგრამ მხოლოდ თუ აი ამ საპროტესტო აქციების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ჩვენ აი ამ საპროტესტო აქციებზე ვთქვათ, გზის ხელოვნურად, რაზეც ხელისუფლება აპარელებს, გზის ხელოვნურად გადაკეტობის პრევენციისთვის საჭირო იყო აი ასეთი შემზღუდავი ზომების მიღება? მხოლოდ რუსთაველის პროტესტი რომ გავითვალისწინებთ. იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ ცვლილებების გარეშეც იძლეოდა საკმარის შესაძლებლობას, სპეციალურ მუხლებს, რომელთაც შესაძლებელი იქნებოდა ამ სპეციალური ამ ღონისძიებების გატარება, ვიღაცის დაპატიმრება, თუ დანაშაულის ჩაიდენა და სისხლსამართლო პასუხისმგებლობის მიცემა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მაშინაც არსებობდა, ისე როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსში, ისე სისხლსამართლის კანონმდებლობაში. ამიტომ და მათ შეძლოთ გამოეყენებინათ უფრო ეფექტურად ეს მუხლები, რომელიც იქ არსებობდა. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ ეს სასჯელების თანაზომიერების საკითხი ნამდვილად პრობლემურად მიგვაჩნია და ალბათ ამ განხილვების შედეგად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ განხილვა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის. ჯარიმების გაზრდის ნაწილში გაქვთ? მათ შორის, რა თქმა უნდა, როცა 500 ლარიდან 5000 ლარამდე იზრდება ჯარიმა, იმ პირობებში, როდესაც ადამიანების შემოსავალი არ გაზრდილა, ხო, 10 ჯერ, მაგრამ ჯარიმები გაიზარდა 10 ჯერ. გასაგებია, ესეც სწორედ იმ აქციების პრევენციისთვის იქნა გაკეთებული, მაგრამ ეს ჯარიმები არ ეხება მარტო რუსთაველზე შეკრებულ ადამიანებს, ეს ჯარიმები ეხება ყველას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამ ჯარიმის რაოდენობის პროპორციულობაც მიმაჩნია ასე ვთქვათ პრობლემურად. ამიტომ მთლიანობაში ეს ცვლილებები, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა მარტო
ჩემი შეფასებით რომ პრობლემური არამედ ეუთოდირის შეფასებითაც არ მოდის შესაბამისად რიგ საერთაშორისო სტანდარტებთან სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას მიმართულებას წლის განმავლობაში ბუნებრივია რეზოლუციებში საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებში მუდმივად კიდევ ერთი მიმართულება არის აქტუალური, ეს არის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტები, იმიტომ რომ მათი გათავისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. შესაბამისად, მინდა თქვენი როგორც ახლოდამცველის პოზიცია მოვისმენთ, თქვენ ბუნებრივია, იცნობთ მათი საქმის მასალებს, ჰქონდათ საშუალება სასამართლო პროცესებისთვის გედევნებინათ თვალ. დაცვის მხარე და თავად ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს და მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მტკიცებულებები არის ზოგ შემთხვევაში გაყალბებული, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მიჰყავთ სასამართლო პროცესებზე ცრუ მოწმეების სამართალდამცავების სახით. თქვენ როგორ შეაფასებდით მათ სასამართლო პროცესებს, რამდენად თანაზომადია მათთვის გამოტანილი სასჯელები, სხვადასხვა ვადით პატიმრობას გულისხმობ და გაქვთ თუ არა შენიშვნები მათ საქმეებთან დაკავშირებით, ანუ გამოვლენილია თუ არა თქვენი დაკვირვებით მათ საქმეებში დარღვევები? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ამ მიმართულებით. 19 მსჯავრდებული საქმე შევისწავლეთ, რაც ძალიან მოცულობითი იყო და გარდა ამისა 2/10-ზე მეტი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარვადგინეთ სასამართლოში, სხვადასხვა განხილვების სხვადასხვა ეტაპზე ამიკუს გულისხმობ, რომელიც მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგალითად, რამდენიმე შემთხვევაში შეგახსენებთ ახობაძის და კიდევ ორი ადამიანის გამომართლებელ განაჩენებს, რომელზეც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი სწორედ ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სადაც მიუთითებდით ასევე სასამართლოს და ვთხოვდით, რომ ეს ნაწილი გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების გამოტანის დროს და არ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ახლა ჩვენი ამიკუსის გამო, მაგრამ სწორედ ამ საფუძვლით ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის გამო საქმეში ამ სამი ადამიანის მიმართ გამოტანილი იქნა გამომართლებელი განაჩენი. რაც შეეხება სხვა საქმეების შესწავლას დავასრულეთ, 19 საქმე შევისწავლეთ და აქედან 3 მსჯავრდებულის საქმეზე სწორედ გუშინ გავაგზავნეთ სააპელაციო სასამართლოში, ასევე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სადაც მიუთითებთ მათ შორის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, საპროცესო დარღვევებზე და დაკავების დროს პროცესუალური როგორც ერთ შემთხვევაში ისევ ნეიტრალური მტკიცებულებების ნაწილზე, სხვა შემთხვევაში მტკიცებულებების არასწორად შეფასების ნაწილზე და მე იმედი მაქვს, რომ ამასაც ყურადღებით გაეცნობა სასამართლო და შეხება დანარჩენ 16-ს. დანარჩენ 16 შემთხვევაში ასეთი ტიპის დარღვევები ჩვენ ვერ ვნახეთ. ამიტომ, როდესაც საუბრობთ მესმის რომ ადვოკატები საუბრობენ რომ ცდილობენ თავიანთი დაცვის ქვეშ ყოფების გამართლებას და მათი ასე ვთქვათ საუბარი არის მორგებული მათი კლიენტის ინტერესებზე, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიცია, მაგრამ როგორც წესი, როგორც ყველგან სიმართლე არის სადღაც ხოლმე შუაში და აქაც ასე არის საქმეები, სადაც არის პრობლემები, მაგრამ როდესაც ბევრ საქმეს ვეცნობით, ხედავთ რომ არის საქმეები, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებები არის დასაბუთებული. და მტკიცებულებების უთუარობაში მტკიცებულებებიც არის შესაბამისი სტანდარტით მოგროვებული. მინდა გკითხოთ, რადგან არის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. თუნდაც იმიტომ, რომ თქვათ შიდა პოლიტიკური ვითარების, თქვათ დასტაბილურების, დამშვიდებისთვის, აი ფიქრობთ თუ არა რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას კომპრომისული ნაბიჯი მათი გათავისუფლების მიზნით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ის ფაქტორი და გარემოებაც, რომ თქვათ ცალკეულ სამართლებრივ მექანიზმებზე, როგორიც არის იგივე შეწყალების აქტი, უდო, ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმები, თავად ბრალდებულები აცხადებენ უარს. როგორ გესახებათ მათი საქმის, მათი საკითხის გადაწყვეტა? ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში. მე ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მაგალითად შეწყალება, რომელსაც პირობითად არ სჭირდება ხომ მსჯავრდებულების თანხმობა, პრეზიდენტს ისედაც შეუძლია ეს შეწყალების აქტი გამოსცეს.
მე ზოგადად მომხრე ვარ ჰუმანური მიდგომის ასეთ პირობებში და შეწყალების გამოყენების არა მარტო მათ მიმართ, არამედ უფრო ფართოდ ზოგადად პატიმრების მიმართ. არ არიან მხოლოდ ეს პატიმრები, საქართველოში 10,000-მდე მსჯავრდებული და ბრალდებულია. ამიტომ განსაკუთრებით მსჯავრდებულების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებას მექანიზმი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული, ეს დაწყებული უადო მსჯავრდებულებიდან დამთავრებული სხვა ნებისმიერი საქმეების, განსაკუთრებით ქალი მსჯავრდებულების შემთხვევაში. საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე არის ევროპაში პატიმრების რაოდენობით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ციფრი შევამციროთ. ამას სჭირდება მთელი რიგი მექანიზმების გამოყენება, როგორც შეწყალებას, ისე პირობით ვადამდე მექანიზმის გამოყენება, ისე შეიძლება კიდე ამნისტია იყოს გამოყენებული, რაც ერთხელ იქნა. თუმცა მთლიანობაში უნდა გვესმოდეს, რომ ეს რისკიც უნდა დაბალანსდეს და ამ ადამიანების განთავისუფლება არ უნდა წამოშოს დამატებითი საფრთხეები უსაფრთხოების თვალსაზრისით მოქალაქეებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამნისტიის დროს თუ შეწყალების დროს ეს რისკები კარგად იქნას გათვალისწინებული. მუდმივად ისმის ასევე საერთაშორისო რეზოლუციებში დაკავებულ დემონსტრანტებთან ერთად ასევე დაკავებული ჟურნალისტის, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზი ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა. თქვენ იანვარში ჯერ კიდევ მიმართეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, მაშინ და მზი ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება აკვეთის ღონისძიებად მაშინ გააკრიტიკეთ და თქვით, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და ხარვეზიანი, დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა. ეს არის ჩანაწერი მაშინ თქვენი მოსაზრებიდან. ვიცით, რომ მაშინ არ გაითვალისწინეს თქვენი მოსაზრება, მიუსაჯეს აკვეთის ღონისძიება წინასწარი პატიმრობა, შემდეგ მრავალთვიანი განხილვების შემდეგ, როდესაც დაცვის მხარე საუბრობდა მტკიცებულებების არარსებობაზე, მისი უფლებების დარღვევაზე, დაკავების შემდგომაც, მაინც შემდგომ სასამართლომ მას მიუსაჯა ორწლიანი პატიმრობა. ისარგებლა თუ არა აი ამ საქმის გაცნობის შემდეგ, როგორია სახალხო დამცველის შეფასება, ისარგებლა თუ არა მზი ამაღლობელმა სამართლიანი სასამართლოს უფლებებით და უნდა იყოს თუ არა ის პატიმრობაში. თავის დროზე, როდესაც მის მიმართ გამოყენებული იქნა აკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, მაშინ ჩვენ ვთხოვდით სასამართლოს, რომ ემსჯერა ნაკლებად მკაცრი ფორმების გამოყენებაზე, ვინაიდან ის წინაპირობები, ის საფრთხეები, რასაც პატიმრობის გამოყენება ითვალისწინებს, მის შემთხვევაში ასე გამოკვეთილი არ იყო. ამიტომ ის ჩანაწერი, რაც თქვენ წაიკითხეთ, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენ ვერ ხედავდით მისი მიმალვის ან სხვა ტიპის მოწმებზე ზემოქმედების საფრთხე შესაბამისად ვთხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო ნაკლებად მკაცრი აკვეთის ღონისძიების ფორმა. თუმცა ის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მიიღეს. ამის შემდგომ ჩვენ ზიამაღლობელთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ. პირველ რიგში მის ჯანმრთელობის ირგვლივ იყო ძალიან დიდი უნებათაღელვა, გემახსოვრება და საზოგადოებას ახსოვს. შევქმენი სპეციალური სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც ჩაერთო მისი ჯანმრთელობის კვლევაში. ამავე დროს 25 ჯერ დაახლოებით მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა და მათ შორის მე ვიყავი 4 ჯერ მასთან შესული და მაქსიმალური მონიტორინგის ქვეშ ჰქონდა მთელი ის პროცესი, რომელიც მის ჯანმრთელობას ეხებოდა. მაგრამ მე არ მინდა შთაბეჭდილება დარჩეს ჩვენს მაყურებელს და ბევრი მსჯავრდებული მისმენს ალბათ ახლა როცა ვსაუბრობ, რომ რახან ქალბატონი მზიას შემთხვევა იყო ასეთი გახმაურებული სახალხო დამცველის და მისი აპარატის რესურსი ასე ერთ მსჯავრდებულზე არის ხოლმე მაინც და მაინც კონცენტრირებული და სხვები, იმიტომ რომ ხშირად საყვედურობენ, როდესაც ხვდები მსჯავრდებულებს, რომ აი ცნობილი სახეების საქმეების ირგვლივ ძალიან ხშირი არის, რომ ჩართულები ხართ და აი ჩვენც ხო დანარჩენი მსჯავრდებულები ასე ვთქვათ, ამას განიცდიან, რომ მათ შესახებ ნაკლებად არის ინფორმაცია და ასე ვთქვათ განხილვები საჯარო სივრცეში. მე მინდა რომ უბრალოდ ყველა მიცოდეს, რომ არც ერთი მსჯავრდებული და არც ერთი ბრალდებული, რომელიც იმყოფება პენტენციურ დაწესებულებაში, არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. ასეთი უბრალოდ არ არის. ყველასთან ვახერხებთ მისვლას, ყველა
აბსოლუტურად ყველა საქმეზე ვიწყებთ მოკვლევას, ყველა განცხადებაზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანმრთელობას, ძალიან დეტალურად ვიკვრევთ ყველა პრობლემას და შესაბამისად ვმუშაობთ პენტენციური დაწესებულების სამსახურებთან, რომ ეს პრობლემები მოკვლევადაში იქნას აღმოფხვრილი. ასე რომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქალბატონი მზიას ჯანმრთელობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობა, რომელზეც ზრუნვა და რომლის მონიტორინგით სახალხო დამცველთა მის აპარატს ეს კომუნიკაცია მზიამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იგივე კონსილიუმის ფარგლებში დღესაც რჩება, თქვათ, აქტუალური და დღესაც გრძელდება თქვენი კომუნიკაცია ამ მიმართულებით. ის საკითხები, რაც მაშინ იდგა დღის წესრიგში, რამდენადაც ვიცი, არ მოგვარებული არის. ბოლო პერიოდში იყო კიდე ერთი საკითხი, უბრალოდ დეტალებზე არ მინდა საუბარი, რახან მის პერსონალურ ინფორმაციას ეხება და მის ჯანმრთელობას ეხება, რაშიც ასევე ვიყავით ჩართული და ასევე მაქსიმალურად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარეთ. მხრივ დაცულია თუ არა პენტენციურ სისტემაში მისი უფლებები? მე შემიძლია ვთქვა, რომ კი პენტენციური სისტემა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული კითხვებს გაცემოდა პასუხი და მე რამდენადაც შევხვდი მას მას არანაირი პროტესტი ან რაღაცა საყოდორი პენტენციური სისტემის მიმართ ამ ნაწილში არ გამოუთქოს. და რაც შეეხება სასჯელის თანაზომადობას, სასამართლო პროცესების განხილვის შემდეგ რა შეფასება შეგიძლიათ? ისაგებლა თუ არა სამართლიანი სასამართლოს? ამ ნაწილზე ჩვენ მისი საქმე თვითონ საქმე არ შეგვისწავლია. შესაბამისად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით თუ როგორ გამოიტანა სასამართლო ეს გადაწყვეტილება, ამაზე დღეს მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა რაიმე ტიპის საპროცესო დარღვევას, რაზეც ჩვენი მანდატის ფარგლებში შეგვეძლო რომ რეაგირება მოგვეხდინა და ასეც რო ქონოდა ადგილი, ალბათ მისი ადვოკატები მოგმართავდნენ და ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით ამაში ჩართული. თუმცა ასეთი ტიპის საპროცესო უფლების შეზღუდვა მის მიმართ პროცესის განმავლობაში მე არ მსმენია, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. ბატონო ლევან, თქვენ პარლამენტში როცა წარადგინეთ ანგარიში, საკმაოდ მწვავე და კრიტიკული გზავნილები ჰქონდათ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ცალკეული სამართალდამცველების ქმედებებთან დაკავშირებით და აი როდესაც ანგარიშს გავეცან, იქ იყო აი ასეთი ჩანაწერები მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად არც ერთი სამართალდამცველი საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისგებაში არ მიუციათ. პრევენციული ზომების არსებობა, როგორიცაა პოლიციელის იდენტიფიკაცია და შედეგების ნაკლებობა დასახელდა ფაქტორებად, რამაც აქციებზე არპროპორციული ძალის და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიცია, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მიუთითებენ, რომ დღემდე, თქვათ, იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩადენილი არიან, თქვათ, ეჭვმიტანილები, მათ შორის დემონსტრანტებზე, მედიის წარმომადგენლებზე. რა გააკეთა სახალხო დამცველმა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ უფრო ქმედითი და აქტიური ღონისძიებები გატარებულიყო, თუნდაც დაჩქარებულიყო გამოძიება და რაიმე შედეგი დამდგარიყო ამ მიმართულებით. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მიმართ არ არის არანაირი წილსვლა. დამაში გულისხმობ იმ სავარაუდო დანაშაულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა ჩადენილი, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. უამრავი დაზარალებული ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალა არ იქნა პროპორციულად გამოყენებული, რაზეც გამოძიება დაწყებულია, მაგრამ არის ასეთი ფაქტი. არიან პასუხისმგებლობაში მიცემული აქციის მონაწილეები, რომლებიც სასჯელს იხდიან დღეს საპატიმრო დაწესებულებაში. ძალადობის ორგანიზების მუხლით და სხვა მუხლებით, რომელიც შემდგომ გადაკვალიფიცირდა. მაგრამ არ არის არც ერთი პოლიციელი მიცემული პასუხისმგებლობაში, რომელიც ჩართული იყო ამ ადამიანების არასათანადო მოპყრობაში, ცემაში თუ სხვა ტიპის დანაშაულში, რომელიც მათ მიმართ იქნა ჩადენილი. ასე რომ ეს ძალიან ათელი, ამას არ ჭირდება არც ოპოზიციის და არასამთავრობოების რაღაცა მტკიცებულებები, ეს არის ფაქტი, ხო, შემდგარი ფაქტი არის. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება საბოლოოდ დაადგენს ამ დამნაშავეებს.
ვინც ჩართული იყვნენ და ისინი მიეცემენ პასუხისგებაში. ეს თუ არ მოხდება დღეს, აუცილებლად მოხდება როდისღაც, იმიტომ რომ ხელისუფლების არგუმენტი, რომელიც ვთქვათ, გულისხმობს ვთქვათ, ისინი საუბრობენ მტკიცებულებების მაღალ სტანდარტზე, ვთქვათ, იდენტიფიცირების პრობლემაზე, კი, მაგრამ არის ეს მისაღებია თქვენთვის, ან ნამდვილად არის ეს შეიძლება სადღაც იყოს იდენტიფიცირების პრობლემა, გასაგებია, თუმცა გამოძიებას მე ვფიქრობ შესწევს ძალა რომ ეს პრობლემაც დაძლიოს, მაგრამ არის სულ მცირე ორი შემთხვევა, როდესაც იდენტიფიცირებული არის პირი, ჩანს პირდაპირ ვინ არის და მათ მიმართაც ანალოგიურად გამოძიებას არანაირი შედეგი ჯერჯერობით არ დაუდია. ასე რომ მოდით დავიწყოთ იქიდან, სადაც იდენტიფიცირების პრობლემა არ დგას და მერე გადავიდეთ იმაზე, რაც იდენტიფიცირების პრობლემას გულისხმობს. დაკავებული პოლიტიკოსების თემასაც მინდა შევეხო. ევროკომისიის ბოლო გაფართობის ანგარიში ჩაიწერა ასეთი ფრაზა: უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ. რამდენად მიიჩნევთ usაფუძვლოდ დაკავებულებად იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ მივიდნენ პარლამენტის რობით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და შემდგომ არც გირაო არ გადაიხადეს. ანუ რამდენად ხედავთ მათ საქმეებში პოლიტიკურ მდგენელს? მე არ შემისწავლია მათი საქმეები, შესაბამისად ვერ ვისაუბრებ ამ საქმეების მithumedes პოლიტიკურ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ და რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს ამ ადამიანებს ჩემს არ მოუმართავს განაჩენები არსებობს საქმეები ძალაშია ეს განაჩენები ძალაშია შესული თუმცა მათ არ მოუმართავთ ჩვენთვის რომ ეს საქმეები შესწავლილი ყოფილიყოს ამიტომ გამიჭირდება ახლა ამ ყველაფერზე საუბარი ის რაც რაზეც არავის არ მოუმართავს არ ყოფილა ჩვენს ასე ვთქვათ მაგრამ აი შეფასებით თვალსაზრისით გიმუშავეთ, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი დაინახეთ თქვენ მათ დაკავების მიღმა? პოლიტიკური ეს მე ასეთი რამის თქმა, ეს ნიშნავს რომ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო ამ პროცესის მიმართ, რაც მე ვფიქრობ რომ სახალხო დამცველის მანდატს მნიშვნელოვნად ცდება, ამიტომ მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ საქმის შესწავლის შემთხვევაში, საქმეში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე თუმცა ამის იქით ამას როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს ეს უკვე პოლიტიკოსების შეფასების საკითხია და არა ჩემი. ჩემი მანდატი გულისხმობს ამ ადამიანების ციხეში არსებული პირობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რასაც ვაკეთებდი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მათ შორის მათ მონახულებას. აი, მაგალითად ლევან ხაბეიშვილი მოინახულეთ, რამდენიმე დღეს სხვა საქმეზეა დაკავებული და არა ვთქვათ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო. მისი უფლებრივი მდგომარეობა რამდენად არის დაცული დღეს პენიტენციურ სამსახურში, რა შეგიძლიათ გითხრათ? მე ლევანი როცა მოვინახულე მას ჩემთან არ გამოუთქვავს რაიმე პრეტენზია პენიტენციური სამსახურის მიმართ პირობებთან დაკავშირებით. მისი ოჯახი იყო გუშინ მოსული ჩემთან გუშინწინ. დიახ, 2 დღის წინ. 2 დღის წინ დიახ. თუმცა მათ სხვა ტიპის მოთხოვნა აქვს, ისინი ითხოვენ რომ მის შვილებს, არასრულწლოვან შვილებს მიეცეთ საშუალება მამასთან ურთიერთობის, რომელსაც შეზღუდული აქვს პროკურატურის მიერ ასეთი შესაძლებლობა ამასთან დაკავშირებით თხოვეს შეხვედრა და გარდა ამისა მითხრეს რომ მოიტანენ თქვენი მხრიდან ამ გარდა ამისა მითხრეს რომ მოიტანენ საქმეს სრულად საქმის მასალებს და თხოვეს რომ შევისწავლოთ მისი საქმე და ჩვენი ასე ვთქვათ კომპეტენციის ფარგლებში თუ შესაძლებელი იქნება ისევ მივმართოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით თუ ამის საფუძვლები რა თქმა უნდა საქმეში იქნება და ამას რა თქმა უნდა გავაკეთებ საქმის შესწავლის შემდეგ თუ ასეთი წინაპირობებს დავინახავ ის როგორც სხვა შემთხვევებში გავაკეთე იმიტომ რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის პოლიტიკოსია თუ რიგითი მოქალაქეა თუ საქმე იძლევა თავისი შინაარსით ჩვენი ჩართვის ინტერვენციის შესაძლებლობას და ხედავთ რომ სასამართლოს შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითოთ ამას ნამდვილად ვიყენებ და გითხარით რომ 20-ზე მეტი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გავაგზავნე მარტო 2025 წელს და ეს ვფიქრობ რომ მნიშვნელოვნად ეხმარება მათ შორის დაცვის მხარესაც იმისთვის რომ თავიანთი პოზიციები უფრო კარგად წარმოაჩინონ აქვე ვიტყვი რომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეს არის რომელიმე მხარის სასარგებლოდ დაწერილი დოკუმენტი ის მიუთითებს იმ საერთაშორისო სტანდარტზე რაც სასამართლოს შეუძლია ამ შემთხვევაში გამოიყენოს ასევე მიუთითებთ
თუ არსებობს ასეთი საპროცესო დარღვევები, როგორც მაგალითად ნეიტრალური მტკიცებულების შემთხვევაში აღმოვაჩინეთ და სხვა ტიპის მტკიცებულებთან მიმართებაში და უკვე მე სასამართლოზეა რა გადაწყვეტილებას. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პოლიტიკოსების საქმეებზე რა შეგიძლიათ თქვათ, მათ საქმეებში თუ ხედავთ პოლიტიკურ მოტივს, რაზეც ასევე საუბრობენ ხშირად პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. თქვენ ხშირად მეკითხებით პოლიტიკურ მოტივზე და მე ისე უნდა გაგცეთ პასუხი, რომ მე პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. ანუ აი რადგან თან ბოლო განმარტში საფუძვლოდ დაკავებული აი ასეთი ჩანაწერიც გაჩნდა ამ ნაწილზე მაშინ რა შეგიძლიათ ვის ანგარიში იყო? ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ის პოლიტიკური დოკუმენტია, შესაბამისად ამ დოკუმენტსაც არ შევეხეთ. ერთადერთი მე შემიძლია ვისაუბრო თვითონ 4 ოქტომბრის მოვლენაზე და იქ იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. პირველი როდესაც ეს ყველაფერი ვიხილე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ნათელი იყო უკვე ამას რა ტიპის რეაგირება მოყვებოდა სამართალდამცავი უწყებების ხვდა, იმიტომ რომ დავინახე ადამიანები, რომლებიც შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. და ეს გადაანგრიეს ეს ღობე. გარდა ამისა, ყველაზე მეტად მე რაზეც ვიყავი, სიმართლე გითხრათ, მაშინ გაბრაზებული ეს იყო მაშინდელი ლიდერების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, როდესაც მოუწოდებდნენ ამ ქმედებისკენ ადამიანებს და დღეს რამდენი 60 ადამიანი თუ არ ვცდები იხდის სასჯელს, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანმა მოუწოდა მათ რომ შესულიყვნენ სადღაც. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იმ მოქალაქეებმა არც იცოდნენ, არც ჰქონდათ გააზრებული უბრალოდ თუ რა ტიპის დანაშაულს იდენდნენ, როდესაც ამ ზრუბს აბიჯებდნენ და შედიოდნენ ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ მონაწილეობდა და დაკავებული არის იცით პაატა მანჯგალაძე. და სწორედ ამ ყველაფერს, როდესაც უყურებდი მე პირდაპირ ეთერში, მაშინ დაურეკე პაატა მანჯგალაძეს და ეს მინდა თქვენ ეთერშიც კიდევ ერთხელ თქვა, რომელიც დასახელებული იყო მაშინ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გამოვთქვი ჩემი აღშფოთება და უთხარი რომ ასეთი რამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლებოდა და რა შედეგებით შეიძლება მოყოლოდა ვინაგებდა ამაზე პასუხს, რაზეც მან მითხრა რომ ის არ იზიარებდა იმ პროცესს, რაც იქ მიმდინარეობდა და დამეთანხმა ამ ჩემს შეფასებებში და თქვა რომ ნამდვილად ეს პროცესი იყო შესაჩერებელი და ეს ადამიანები იქიდან იყვნენ გამოსაყვანი. ამიტომ მე მგონი რომ პაატას შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება, მე არ ვიცი რა მტკიცებულებები აქვს მოგროვებული გამოძიებას მის ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ რომ ჩემი ეს მის მიმართ განხორციელებული ზარი და მისი პასუხი ამ ჩემს ასე ვთქვათ წინადადებაზე თუ ამ ჩემს აღშფოთებაზე თუ სასამართლოზე იქნება საინტერესო მოსამართლისთვის ამის მოსმენა და როგორც მოწმეს მე გამომიძახებენ, მე მზად ვარ ეს ჩვენება მივცეთ, რა თქმა უნდა თუ დაეხმარება ეს პაატას თავის საქმეში. იმიტომ რომ მგონია რომ ამ ადამიანის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ იყო განსხვავებით თქვათ სხვა პირებისგან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ რომ შესულიყვნენ და დაეყავებინათ ეს შენობა. ალიკო ელისაშვილზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ თან ის თქვენი ყოფილი თანაპარტიელია, თქვენ ერთი გუნდის წევრები იყავით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აი მის ქმედებას, მის საქმეს, ანუ ეცნობით, შეხვდით მას ციხეში, რა გითხრათ, აი რა ახსნას რას ამბობს თავის ქმედებაზე, რაც თქვათ უკვე საჯაროდ ცნობილი არის, ხო? კი, მე ვიყავი მასთან მისული, მოვინახულე ის საპატიმრო დაწესებულებაში, მეც მოვინახულე, ჩემი აპარტიის თანამშრომლებიც იყვნენ მასთან რამდენჯერმე მისულები, რომ დააკავეს მაშინვე. მოდით მე თავ შევიკავებ საქმეზე საუბრისგან, ვინაიდან ეს მისი ადვოკატების, ასე ვთქვათ, პრეროგატივა არის, ისაუბრონ მისი საქმის შინაარსზე, მე არ ვიცი რა დაცვის ხაზი აქვთ მათ და არ მინდა რაღაც პროცესი ჩემი განცხადებებით დავაზიანო, თუმცა ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მწუხვარ ის, რაც მის გარშემო ხდება და რა თქმა უნდა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ალეკოს მდგომარეობა იქ, სადაც არის მაქსიმალური მონიტორინგის და ასე ვთქვათ იმის ქვეშ იყოს ჩემი მხრიდან, თუმცა არ მინდა დასჭეს დაბეჭდილება ისევ საზოგადოებას, რომ ალეკოს მიმართ
რაღაც განსხვავებული მიდგომა შეიძლება გამოვიჩინო წარსულის გამო სხვა პატიმრებისგან განსხვავებით. ეს ასე არ არის. ჩემი მიდგომა ყველას მიმართ არის თანაბარი და არის რაც თავარია სამართლიანი. რაღაცა ტიპის პრეფერენციას მე ვერ მივანიჭებ ვერავის მასთან მეგობრობის თუ ურთიერთობის გამო. ბატონო ლევან, ერთ-ერთი კიდევ მთავარი თემა პოლიტიკური დღის წესრიგის და შემდეგ აუცილებლად გადავალ უკვე ციხეებში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებულ ვითარებაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემები, ისევე როგორც თქვათ, თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა. წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერების გამოყენება. საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაეროს მიმართა რომ შესაბამისი მისია გამოაგზავნონ თქვათ ფაქტების დამდგენი რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. ოპოზიციის ნაწილიც ითხოვს ამ გამოძიების ჩატარებას და ფიქრობენ რომ ისინი ამბობენ პირდაპირ წერილში რომელიც გაუგზავნეს გაეროს შესაბამის ორგანოს რომ ექსპერიმენტული ნივთიერებები იყო გამოყენებული. აქ უკვე ეგრეთ წოდებული კამიტი აღარ არის ნახსენები. მოხსნა თუ არა თქვენთვის ყველა კითხვა სუსის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ თუ ფიქრობთ რომ საერთაშორისო გამოძიების ჩატარება არის საჭირო? თქვენი პოზიცია როგორია? ვერ გეტყვით, მე არ ვიცნობ გამოძიების მასალებს, არც სუსის გამოძიების მასალებს ვიცნობ. მე ვიცი ერთი რამ. როდესაც ეს დაშლა განხორციელდა, ეს გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა და ადამიანები აღმოჩნდნენ საავადმყოფოებში, მათ შორის რამდენიმე ასეული ადამიანი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორებში. მე თითქმის ყველა მათგანი მყავს მონახულებული. ძალიან ბევრი ადამიანი შევხვდი რა. შემიძლია ვთქვა, რომ იზოლატორებში ვინც იყვნენ, ნახევარს მაინც პირადად გავესაუბრე. ყველა მოვინახულე ვინც იყო იმაში, რა ქვია, საავადმყოფოში. და ის უბრალოდ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ მათგანს რაიმე ტიპის ტოქსიკური მოწამვლის შესახებ ჩემთვის მაშინ არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. საუბარი იყო რა თქმა უნდა ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, იყვნენ ნაცემები, იყო ბევრი სხვა პრობლემები, მაგრამ არც მათ შორის ექიმებს, რომელსაც სულ ვესაუბრებოდი, არავის არც კი გაუჟღერებია ის, რომ რაღაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ეჭვი შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მაშინვე ჩვენ მივწერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვთხოვეთ ინფორმაცია ზოგადად მაშინ გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ. რა საშუალებები იქნა გამოყენებული? იყო საჭირო იმ მასშტაბის აქციის გათვალისწინებით ხელისუფლება ამბობს რომ ძალადობრივ ქმედებებს და პარლამენტზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, საჭირო იყო თუ არა წყლის ჭაულში ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ანუ იყო თუ არა შესაბამისი საფრთხეები მიმდინარე აქციაზე? მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სპეციალური ღონისძიების დროს ამას გაწოდლებს იღებს ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ისინი აფასებენ ამ შემთხვევაში რა საფრთხე არსებობს. ამიტომ ჩემთვის რთული არის დღეს ვიმსჯელო, მაშინ ამის აუცილებლობა იყო თუ არ იყო. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამე, რაც ნამდვილის აუცილებლად ნამდვილად არ იყო აუცილებლობა ადამიანების ცემის, არ იყო აუცილებლობა, როდესაც ხელბურკილები ედოთ ამ ადამიანების მანქანებში არასათანადო მოპყრობის, არ იყო აუცილებლობა მათთვის შეურაცხყოფის მიყენების და ასე შემდეგ. ამის აუცილებლობა ნამდვილად არ იყო და უფრო მეტიც ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ეს სუსმა მოკლევადაში ჩაატარა გამოძიება, თუმცა მე არ ვიცი გამოძიების მასალებით მე არ გავცნობილი ვარ, მაგრამ ის რომ გამოთქვა იმ ზატოფნას რომ ითანამშრომლონ ყველა საერთაშორისო ასე ვთქვათ საგამოძიებო სტრუქტურასთან ეს მნიშვნელოვანია და თუ ასეთი გამოძიება საბოლოოდ ჩატარდება, მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და არ დარჩება არანაირი კითხვის ნიშანი. აი ყველა იმ გახმაურებულ თემაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე მიმდინარე აქციებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავი დასაწყისშიც თქვი რომ თქვენი აპარატი არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და მუდმივად ისინი ელოდებიან აი როგორი იქნება ომბუდსმენის შეფასებები პოზიცია, თუმცა საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ოპოზიციაც, მათ შორის თქვა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები გადანაშაულებენ პასიურობაში, ფიქრობენ რომ თქვენ ან დუმხართ, ან არასაკმარის რეაგირებას ახდენთ. რამდენად იღებთ აი ამ კრიტიკასა და შენიშვნებს? ამბობენ კიდეც რომ თქვა იყო ასეთი ფრაზები რომ ფორმალური გახდა სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების არსებობა, რომ ისინი აღარ იკრიბებიან ან იშვიათად. რამდენად ასრულებს თქვენი აზრით დღეს სახალხო დამცველის აპარატი ხელისუფლების მაკონტროლებელ და საზედამხედველო ფუნქციას?
მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი მტკიცებულება ამის არის ის ანგარიში, რომელიც წარუადგინე შარშან, რომელიც არის ჩემი აზრით ალბათ ყველაზე კრიტიკული ანგარიში, რომელიც ბოლო წლებში საერთოდ დაწერილა სახალხო დამცველის მიერ ამიტომ რომ იცით რა არის კრიტიკას რამდენად ვიღებ რა ხა ყველას აქვს უფლება გამაკრიტიკოს და ვიღებ არ ვიღებ ეს ამაზე არ არის უბრალოდ მე მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები ამ კრიტიკის საპირისპიროდ და მაქვს მტკიცებულებები განცხადებები ანგარიშები მარტო 2025 წელს 16 სპეციალური ანგარიში დაიწერა 2024 წელს 15 თუ არ ვცდები სპეციალური ანგარიში დაიწერა. ყველა ეს ანგარიშები არის სწორედ ხელისუფლების მაკონტროლებელი, ხელისუფლების ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუსაუმჯობესად შექმნილი ანგარიშები და შეეხება დაწყებული წყლის ხარისხიდან დამთავრებული, არ ვიცი, ხანდაზმულობის მოვლის პრობლემით ყველაფერს აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის ფემიციდს, ოჯახში ძალადობას და ასე შემდეგ. ასე რომ როდესაც ხარ მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში, იცით, როდესაც აკეთებ საქმეს ნეიტრალური პოზიციიდან, ანუ არავის არც ერთი ჯგუფის ინტერესს არ ერგები. რა თქმა უნდა, ეს შენი საქმიანობა არავისთვის საბოლოო ჯამში არ იქნება მოსაწონი, იმიტომ რომ შენ არ ხარ მხარე. თუ არ აირჩევ მხარეს ყოველთვის დაგადანაშაულებენ რომ ხარ არ ვიცი მეორე მხარის მიკორძოებელი. თუმცა მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი პოზიციაზე ვდგავარ, როდესაც საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები თუ არ ვიცი ვინც ასეთი რიტორიკით გამოირჩევიან არ არიან კმაყოფილი, მაგრამ კმაყოფილი არიან ჩემი აზრით ის მოქალაქეები, რომლებიც საბოლოო ჯამში ღებულობენ სახალხო დამცველისგან და მისი აპარატისგან აი ამ აღდგენილ უფლებებს, ღებულობენ სწრაფ რეაგირებას, ღებულობენ ყურადღებას, რაც მთავარია და ძალიან მოკლე დროში ვახერხებთ ამის გაკეთებას, უმოკლეს დროში. დიახ, აი ეს თემა მინდა გავაგრძელოთ, ციხეებში არსებული ვითარება. როგორი არის თქვენ უკვე მესამე წელია ასრულებთ სახალხო დამცველის პოსტს იკავებთ, გაქვთ პერმანენტულად იქ ვიზიტები, შესაბამის წარმომადგენლები შედიან ციხეებში, რა ვითარება არის ახლა და რა არის მთავარი გამოწვევა ახლა პენიტენციური სისტემის? კარგი კითხვა, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დროს რამეს თუ უთმობ სწორედ ციხეებში სიარულს და იქ არსებული მდგომარეობის მონიტორინგს, მათ შორის აპარატის ვიზიტების რაოდენობაც ყველაზე მეტი სწორედ დახურულ დაწესებულებებში ხორციელდება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში თუ ისე. ამიტომ იცით რა არის საქართველოში არის 13 საჭიროების დაწესებულება. ერთი შეფასება არასამართლიანი იქნება ყოველას მიმართ, ვინაიდან სხვადასხვა დაწესებულებაში არის სხვადასხვანაირი მდგომარეობა. მაგალითად, ლაითურის ნომერპირული დაწესებულება არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაწესებულება, იმიტომ რომ არის ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა და შესაბამისად იქ ის სტანდარტი, რაც აუცილებელი არის იმისთვის, რომ ჩავდებულმა მოიხატოს სასჯელი, არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. მე-16 დაწესებულება, ასევე რომელიც არის დაბალი რისკის დაწესებულება, ანალოგიურად იქაც სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი. და სადაც არ არის სტანდარტი, მაგრამ მაგალითად არის სხვა დაწესებულებები, მაგალითად ქსნის მეათე დაწესებულება, მე-17 დაწესებულება, სადაც ეს სტანდარტები, მათ შორის გლდანის მერვე დაწესებულება, სადაც ეს სტანდარტები არ არის, რა თქმა უნდა, დაცული. ინფრასტრუქტურას გულისხმობთ? პირველ რიგში ეს გამოწვეული არის ინფრასტრუქტურით. დაწესებულებები, რომლებიც არის ძველი საბჭოთა, ან ძველ პერიოდში აშენებული არათანამედროვე სტანდარტებით, იქ მაგალითად ძალიან რთული არის ისეთი ელემენტარული საკითხის მოგვარებაც კი, როგორც არის ყოველდღე აბაზანის მიღება, დუშის მიღება, ხო? ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ არსებობს საკანში ცალკე მშავდებულისთვის უფლებრივი მდგომარეობის სტანდარტი როგორი არის, თქვათ, იღებთ თუ არა ინფორმაციას მაგალითად ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე? რა თქმა უნდა, არის ცალკეული შემთხვევები, რაზეც გვაქვს რეაგირება.
თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს. ცალკეული შემთხვევები არის, ცალკეული შემთხვევებზე გვაქვს რეაგირება, ამაზე რა თქმა უნდა ანგარიშიც გვაქვს საუბარი. ერთ-ერთი პრობლემა დასახელებული სამარტო საკნებში, გახანგრძლივებული სამარტო პატიმრობა. დიახ, მათ შორის რომელიც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეესკალაციის ოთახებში პატიმრების დაყოვნების საკითხი, მათ შორის სამარტო საკნებშიც და რაც მთავარია, ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა, რაც დავინახე, ეს არის მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის პრობლემა და ამად ასეთი ტიპის ჯანმრთელების და ბრალდებულების იზოლირება სხვა ბრალდებულებისგან. რის საშუალებასაც დღეს სისტემა არ იძლევა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებზეც უნდა გკითხოთ, რა ვითარება არის დღეს იქ და სათხედავთ ყველაზე მთავარ, თქვათ, სისტემურ პრობლემას. ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში. იქ ანგარიში მაგალითად საუბრობთ, რომ თქვა და რაღაც არის გადატვირთული არის ცალკეული ცენტრები ბენეფიციარებით, რომ მაგალითად რაღაც იძულებით ინექციების გაკეთებას აქვს ადგილი, აი ამაზე რომ გითხრათ, ეს არის მთავარი პრობლემა? ეს არის ერთ-ერთი სისტემური პრობლემა ჩვენ ქვეყანაში ფსიქიატრიული და ხორული დაწესებულებების მათი გადატვირთულობა, იქ არსებული პირობები, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება და ამიტომ ძალიან დიდი ანგარიში დავწერეთ ამის ამ ყველაფრის ირგვლივში. არიან როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე, ისე სხვაგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ის საკითხია, რომელსაც თუ სახელმწიფომ რაღაც პრინციპული გადაწყვეტის გზა არ მონახა, ამ ადამიანების მდგომარეობა წლიდან წლამდე არამს თუ უკეთესობისკენ წამით უარესდება. და პრინციპულ გადაწყვეტას სად ხედავთ? პირველ რიგში უნდა აშენდეს ახალი დაწესებულებები, სადაც მათ ექნებათ ღირსეულად მკურნალობის საშუალება. რის საშუალებას დღეს მათ არ აქვთ. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ყველგან ნამყოფი, მე თვითონ მაქვს ეს ყველაფერი ნანახი, დაწყებული ქავთარაძიდან, დამთავრებული არ ვიცი, გლდანში თუ სხვაგან. რა თქმა უნდა, განსხვავება არის, ყველგან ერთნაირი მდგომარეობა არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რასაც იქ მე თვალყურს ვადევნებ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, ეს არ არის შესაბამისობაში არც ერთ საერთაშორისო სტანდარტთან. ხანდაზმულების თავშესაფრები. ახლა თქვენ ანგარიში წერთ, რომ კერძო თავშესაფრებთან შედარებით მძიმე სიტუაცია და კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ვითარება. რას გულისხმობთ? ნახეთ, ჩვენ ახლა გავაკეთეთ სპეციალური ანგარიში, რომელიც სწორედ ხანდაზმულებს ეხება. ხანდაზმულების ხანგრძლივი მოვლის პროცესს ეხება და იქ მთელი რიგი პრობლემები გამოვკვეთეთ. დაწყებული თვითონ მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციიდან დამთავრებული თავარი პრობლემით. კერძოებს რაც შეეხება. ჩვენ ვნახეთ, რომ არის კერძო დაწესებულები, რომელიც საერთოდ რეგულირების მიღმა არის. ანუ როდესაც მონიტორინგის აუცილებლობა დგება, სახელმწიფო ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო დაწესებულებაში ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. კერძო შემთხვევაში არ გაქვთ უფლება? კერძო შემთხვევაში შეიძლება ისე არსებობდეს ესეთი დაწესებულება, რომელიც ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენს მიღმა იყოს. საერთოდ არ ვიცოდეთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შემთხვევით გავიგეთ ასეთი კერძო დაწესებულის არსებობის შესახებ. და აქ უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ საქმე გვაქვს ხანდაზმულებთან, ანუ ძალიან მოწყვლად ჯგუფთან, რომლებიც არიან რაღაც კერძო სახში, რომელთა ოჯახის წევრები იხდიან კონკრეტულ თანხას და როგორც წესი ხშირად ეს ოჯახის წევრები არ იყოფებიან საქართველოში და საზოგადოებთან გზავნიან ამ თანხებს და ასეთი ტიპის დაწესებულებში არსებული მოხუცები არიან ყველანაირი სტანდარტის მიღმა. პირველ რიგში საკანონმდებლო რეგულირების მიღმა და მერე იმ მოვლის სტანდარტის მიღმაც, რაც იმ მინიმალური სტანდარტის მიღმაც, რაც დღეს არსებობს. ამიტომ ეს ის ხარვეზია, რაზეც უკვე კაი ხანია ვსაუბრობ, რაც აუცილებლად საჭიროებს გადაწყვეტას. დაუშვებელია, რომ ნებისმიერი დაწესებულება, ეს კერძო იქნება, სახელმწიფო იქნება, იყოს შემოწმების და მონიტორინგის მიღმა, რეგულირების მიღმა. და ზრუნვის სტანდარტი ასევე არ მიმაჩნია, რომ არის დამაკმაყოფილებელი. მე ვნახე თვითონ ეს ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში, რომელსაც ერთი ადამიანი აფინანსებს ქველმოქმედი, იქ ზრუნვის სტანდარტი იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ანუ ძალიან კარგი. მაგრამ
ხო იცით რა არის ჩვენ ხო ვერ ვიქნებით კონკრეტული ქველმოქმედის იმედად ხო იმ ადამიანებმა რომ ხვალ გადაიფიქროს ამ თანხების გადახდა რა ბედი ეწევათ ამ თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაში არის ასეთი პრობლემა ზრუნვის სტანდარტთან კვალიფიკაციასთან მოვლენების პერსონალის მათ რაოდენობასთან ესეთი პრობლემების სიმცირესთან არსებობს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ადანზღაურება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, არ არის მაღალი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვაკანსიები, ბევრი ადამიანი არ მიდის ამათ სამუშაოზე. ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის თქვენს ანგარიში, რა რეკომენდაციას აძლევთ ხელისუფლებას აი ამ მაჩვენებლების და მონაცემების გასაუმჯობესებლად და როგორია ბოლო სურათი ამ კუთხით? ის ბავშვთა სიღარიბე ეს მიბმული არის სოციალურად დაუცველების რაოდენობის ზრდასთან. სოციალურად დაუცველების რაოდენობის ზრდა ამას ბევრი ასე ვთქვათ შემადგენელი აქვს ეს მაინც და მაინც არ გულისხმობს იმას რომ ბევრი ადამიანი გაღარიბდა სოციალურად რაოდენობის და შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია, მიმართა, ჩაერთო ამ პროგრამაში და შესაბამისად ამ ბავშვების რაოდენობაც გაიზარდა და ასევე სხვა, ასე რომ ცალსახად ეს გაღარიბებას არ უკავშირდება. თუმცა ბავშვებთან დაკავშირებით არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც უკვე 2026 წელს ვაპირებ რომ სპეციალური ანგარიში გავაკეთოთ. და ეს ეხება ძალიან გაზრდილ და მომატებულ მაჩვენებელს ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის, რომელიც თვალშისაცემიც არის, როდესაც ჩვენ გარშემო ბავშვებს უყურებთ. და რატო არის ეს გამოწვეული? რა არის ამის მიზეზები? ხო, ეს არის ერთ-ერთი არაგადამდებელ დაავადებებში შედის. ეს სიმსუქნე, რომელიც ბავშვებში მერე უკვე ქრონიკულ დაავადებაში გადადის და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ამ საკითხის 2026 წელს სპეციალურ ანგარიშს მოვამზადებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ხო არ არის დაკავშირებული მაგალითად ზედმეტად ტკბილ გაზირებულ სასმელებთან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იყიდება. ზედმეტად ტკბილ საკონტროლო ნაწარმთან არის თუ არა შაქრის მაჩვენებელი იმ სტანდარტთან შესაბამისობაში, რასაც უნდა იყოს, ან სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან. მე უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება თქვენს დაკვირვებულ ხართ. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში თქვენს ალბათ დაგილევიათ სხვადასხვა გამაგრებული სასმელები, მიგირთვიათ სხვადასხვა ტკბილეული. იქ ის ასეთი ტკბილი არ არის როგორც ჩვენთან. სხვა დროს ჩვენ მქონდა მოამბეში ცოტა ხნის წინ რეპორტაჟი და იქ იყო უკვე შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებაზე შაქრის შემცველ პროდუქტებში. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შაქარი იწვევს დამოკიდებულებას. შეიძლება ეხლა ამ გაზირებული სასმელების წარმოებლების ინტერესებში შედის, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი იქნება დამოკიდებული, ბავშვს მეტი გაიყიდებათ და მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აისახება ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და ამ მკურნალობაზე რამდენად არის ხელმისაწვდომი, რადგან თქვენ ამ საქმეს უკვე იცით რა არის მკურნალობა, ეს უკვე არის დაგვიანებული, როდესაც ბავშვებს ეხება საკითხი და როდესაც არასრულწლოვნებისში შაქრიანი დიაბეტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს ინფორმაცია მე ექიმებისგან მაქვს. ეს ნიშნავს რომ ჩვენ სადღაც უშვებთ შეცდომას. პირველ რიგში უნდა ვეძიოთ შეცდომა იმ პროდუქტებში, იმ შემცველობაში შაქრის, რასაც ეს ბავშვები მოიხმარენ. ეხლა ჩვენ ვერ აუგზავნებთ ბავშვებს ხო ლიმონადის მას და იმის რა ქვია, სხვა გაზირებული სასმელების, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია, როგორც მათი შაქრის მიმართ დამოკიდებულების, სხვა მიმართულებით ბუნებრივია, ეს მარტო შაქარზე არ არის. დროებითი განთავსების, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრზეც მინდა გკითხოთ, რა ვითარება იქ ბოლო პერიოდში თან საკმაოდ გახშირებული არის მიგრანტების გაძევების შემთხვევები, რამდენად არის თქვა მათი უფლებები დაცული დროებითი განთავსების ცენტრებში, მოკლედ რომ გითხრათ ამაზეც. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან გაიზარდა მიგრანტების გაძევების მაჩვენებელი, შესაბამისად მიგრანტების თავშესაფრის ცენტრი, სადაც არსებობს, იქ მათი რაოდენობა ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს პირობებთან დაკავშირებითაც და ამას ჩვენ რეგულარულად ვამონიტორებთ. მე ვფიქრობ, რომ უკვე დგას საჭიროება ახალი ინფრასტრუქტურის, რომელიც დაიტევს იმ რაოდენობის ადამიანებს, რა რაოდენობაზეც მათ შორის პრემიერმა დააანონსა, რომ უნდა სახელმწიფო ავიდეს გაძევების მაჩვენებელს გულისხმობ.
დიახ, რაღაც კიდე. თქვენ ახლა ბევრი რეკომენდაციაზე მიუთითეთ, გაქვთ შენიშვნები, ამბობთ რომ თქვა ცალკეულ შენიშვნებსა და გაწერთ ანგარიშებში, რამდენად გახსნილები არიან დღეს სახელმწიფო უწყებები თქვენთან სათანამშრომლოდ, ანუ ინფორმაციაზე წვდომა რამდენად გაქვთ, იგივე საგამოძიებო მასალებზე, რეზონანსულ საქმეებზე, რომლებზეც მოგმართავენ თქვა დაზარალებულები და ხელისუფლება რამდენად გახსნილია თქვენთან კომუნიკაციის დროს და რამდენად თანამშრომლობს. ამ კითხვაზე აუცილებლად გიპასუხებთ ძალიან დაწვრილებით, მაგრამ ერთ საკითხს მინდა კიდე შევეხო, არ მინდა რომ ჩვენი ინტერვიუს მიღმა დარჩეს, რაზეც ასევე 2026 წელს მოვამზადებთ სპეციალურ ანგარიშს და ეს ეხება ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებად დაღუპული და დასახელებული ადამიანების რაოდენობას. 2024 წელს 454 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევაში. წლევანდელი 9 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე 364-ია თუ 365-ია და ალბათ გაიზრდება, უკვე გაზრდილი არის, როდესაც წლის ბოლო არის. ეს მე ვფიქრობ, რომ და 7000-მდე ადამიანი სახით ჩრდება ამ ყოველწლიურად. ეს მე მეგონია, რომ არის ჩვენი ძალიან დიდი ეროვნული ტრაგედია, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან გადამჭრელი ზომების მიღება და სწორედ 26 წელს ვფიქრობთ, რომ დეტალურად გამოვიკვევთ იმ მიზეზებს, თუ რა არის ასეთი ტიპის სიკვდილების მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში მინდა იცოდეთ, რომ სიკვდილების მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება საერთაშორისო ევროპულ მაჩვენებელს. რაოდენობა მანქანების იზრდება, საფრთხე იზრდება და უნდა ვიცოდეთ რა უნდა დაუპირისპიროთ ამას და აქედან მინდა მიმართო პრემიერ-მინისტრაც, შინაგან საქმეთა მინისტრაც, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქციონ ამ საკითხს, იმიტომ რომ არ ვიცი, ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ ბევრად უფრო მეტი ადამიანი დავკარგეთ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ვიდრე ყველა ომში ერთად, რომელიც საქართველოში იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხი იქნება, რაზეც ასე ძალიან დიდი ყურადღებას განგვეწურება, ანუ რამდენად ღია არის. რაც შეეხება ღიაობას, მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო უწყებები დახურულია სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიმართ. პირიქით, სულ ბოლო 1 თვის მანძილზე თითქმის ყველა უწყებასთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ, მათ შორის ჩვენი რეკომენდაციების შესრულების. აი ეს არის მთავარი, რამდენად მოყვება თქვენს რეკომენდაციებს, პრეტენზიებს, შენიშვნებს, ქმედითი ნაბიჯები, რეაგირება რამდენად ხდება თქვენს მიმართვებზე? არის რეკომენდაციები, რომელზეც არის რეაგირება, არის რეკომენდაციები, რომელზეც პრინციპულად არ იზიარებენ და რჩება რეაგირების გარეშე. თუმცა ეს არის პროცესში, რაშიც ისინი არიან ჩართული. მიუღებლობა ამ რეკომენდაციების არ აქვს, პირიქით მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო მთელი სამინისტროები განსაკუთრებით, რომ ამ რეკომენდაციების მიმართ ინტერესი გამოიჩინონ და სამუშაო პროცესში ის, რასაც თვლიან შესრულებლად და ჩვენ ინტერესია, რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია შესრულდეს, ხო? შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ და ამისი მადლობელი ვარ, რომ ესეთი ღიაობა არსებობს პარლამენტის მხრიდანაც, სადაც ბოლო დროს მქონდა შეხვედრა ბატონ შალო პაპუაშვილთან და ვთხოვე, რომ ის სპეციალური ანგარიშები 30-ზე მეტი, რომელიც წეგან დავასახელე, კარგი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტში იქნას სხვადასხვა კომიტეტების ფარგლებში მოსმენილი და მე მზად ვარ, რომ მივიდე და ვისაუბრო ამ ანგარიშების შინაარსზე და დეპუტატები საქმის კურსში იყვნენ, რას აკეთებს სახალხო დამცველი. და მიიღეს თანხმობა? და ყოველთვის მას წინააღმდეგობა არ გამოუხატავს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესიც დაიძრება. ძალიან დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა, ბუნებრივი 1 საათი არ იყო საკმარისი, ყველა თემის განსახილველად დაგვრჩა, თქვა, გარკვეულ თემებზე კითხვები დასასმელი, თუმცა ნიშნულოვანი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მომავალ წელს კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი. მადლობა ამომწურავ ინფორმაციისთვის სხვადასხვა თემაზე. სახალხო დამცველი, ომბუდსმენი ლევან იოსელიანი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით, ხვალამდე.